როგორ მუშაობენ რუსეთის სპეცსამსახურები და საქართველოს უსაფრთხოების რისკები. რუსეთი ახლა თავზე ხელაღებული ქვეყანაა. უკრაინის ომში გაიჭედა, ვერაფერს ვერ შვება, ძალიან გადაიქანცა. უკვე მისი შემკავებელი არც ერთი ფაქტორი არ დარჩა. არც ევროპა, არც ამერიკა და ამ ევროპას რომ კისერი მოუგრიხოს, რუსეთს აქვს ასეთი შანსი რა. დაიპყროს საქართველო, რა მოხდება თუ საქართველოს დაიპყრობს? არაფერი არ მოხდება. უბრალოდ მოხდება ასეთი რაღაცა. აზერბაიჯანი ნავთობს ევროპაში ვერ გაყიდის, ყაზახეთი თავის ნავთობს ევროპაში ვერ გაიტანს და რუსეთის საბარაუდოდ ევროპას ამით მაგრა მოგრიხავს. ხო და ევროპა რას იტყვის? ევროპა იტყვის ჩვენ გამოვთქვამთ აღშფოთებასო. მოკლედ ევროპა აღშფოთდება და ამით დამთავრდება ყველაფერი. ხო და რუსეთმა ამისთვის მომზადება უკვე დაიწყო. როგორ? როცა უკრაინასთან ომი დაიწყო, გახსოვთ, საზღვარს რომ მოაწყვნენ ეს რუსი ვითომ და დეზერტირები, ხო და რამდენი დღე ამ რუსების ნაკადი გრძელდებოდა და რუსეთმა არავითარი ზომები არ მიიღო. არ ჩაკეტა თავის მხრიდან საზღვარი. არა, ამ ხალხს ყველას მისცა რუსეთიდან წასვლის, გასვლის საშუალება. ხო და ვინ იყვნენ ეს რუსები? ყველანი იყვნენ აიტიშნიკები. მოკლედ დღეს რუსებს დიდი დეფიციტი აქვთ აიტიშნიკების, რომლებიც ამ დრონებს მართვას გაუკეთებენ და ამავე დროს ეს აიტიშნიკები ყველა შემოუშვეს საქართველოში. რატომ? რისთვის? ისეთ რა არის? ამ ყველა დეზერტირებში ძალიან ბევრი იყო რუსის სამხედრო. ყველა ხომ სამხედრო ასაკის ხალხი იყო. ხო და ბათუმლებმა რა შენიშნეს? რადგან მოდი ნებისმიერ ფულში ქირავენ ბინებსო და რატომღაცო ამათ სულ ცინცხალი ნოუთბუქები აქვთო. თუ კი აიტიშნიკია, ნოუთბუქი როგორ უნდა იყოს ცინცხალი? დიახ, უნდა იყოს. რატომ? საზღვარზე რომ მოთხოვონ, აბა მანახე შენი ნოუთბუქიო, რამე რომ უნახონ, ამიტომ უსაფრთხოებისთვის მაგათ ახალი ნოუთბუქები შემოჰქონდათ. არა და კომპიუტერში ისინი არავინ არ იჯდა და არავინ არ იყო თავჩაღუნული პოლიციის საშუალებლად. ყველა დარბოდა მთადაბარი მოიარეს საქართველოში და ყველგან სელფი გადაიღეს. რატომ? იმიტომ რომ სამხედრო ემაზე ამას ქვია რეკონგოსციროვკა. როცა მე უნგრეთში მსახურობდი, ჩვენც ასე ვაკეთებდით. ჩვენ 3 თვით ადრე გავყავდით პოლიგონზე და გვეუბნებოდნენ, აქ იქნება უჩენია და ისწავლეთ თქვენი რეგიონიო. საერთოდ ჯარი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე დაახლოებით 20 კილომეტრის რომ გადაადგილო, 50 კილომეტრი რომ გადაადგილო, ძალიან დიდი მომზადება ჭირდება. რა არის? საწვავი, საკვები, დასაძინებელი, ტყვია-წამალი, ამას ყველაფერს მოხაზრება უნდა და ამას დრო უნდა. ომი რო დაიწყო, საერთოდ 5-10 წელი ჭირდება მომზადება და 2008 წლის საქართველოს ომისთვის რუსეთი ასე ემზადებოდა, რამდენიმე წელი ემზადებოდა და მერე 8 აგვისტოს დაიწყო ომი. ის ვინც ახლა ამბობს საქართველოს დაიწყო ომი, ან ბრიყვია, ან მტერია. საქართველოს 2008 წლის წაგებული ომიდან ძალიან ბევრი მოიგო. რა მოიგო? აფხაზეთი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, იყო განგრენა. ეს განგრენა მოიჭრა. ოსეთი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, განგრენა იყო და მოიჭრა. მაგის შემდეგ საქართველოს შეძლო ამოესუნთქა. რატომ? რუსები გაფორმდნენ ოკუპანტებად და ქვეყანა შეეძლო განვითარებად და ფუკა. ვერ განვითარდა. საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ გამოიყენა. რაში ვერ გამოიყენა? საქართველოს ვერ გამოიყენა თავის დამოუკიდებლობა, ვერ შექმნა სასურსათო დამოუკიდებლობა. 80% პროდუქტებს შემოაქვს საზღვარგარეთიდან. ემიგრანტები მიდიან საზღვარგარეთ, მუშაობენ, შრომობენ, ხო და ეს ფული ისევ გადის საკვების შესაძენად უცხოეთში. ისრაელი უდაბნოდან კვებავს თავის თავს და ნახევარ ევროპას და საქართველოს წალკოტი გადააქცია უდაბნოდ. თავისთავი ვერ გამოუკვებავს. მეორე, საქართველოს ვერ შეიძინა ფინანსური დამოუკიდებლობა. მედიცინაში ჩავარდნა, განათლებაში ჩავარდნა, თავდასხმაში ჩავარდნა. მოკლედ
მე ვერ ვნახე ჯერ სფერო, სადაც საქართველოს ჩავარდნა არ აქვს. ახლა ასეთი მომენტი. რუსების სპეცსამსახურები. დიახ, რუსებმა ეს თავიანთი ზვერავები საქართველოში დატოვეს. მაგრამ რატომ არის რომ რუსებს საქართველო მოსწონთ? ისეთ რატომ? იმიტომ რომ დავალება აქვს ასეთი. ადრე რუსი სამხედროები ციმბირში მსახურობდნენ და დალნი ვოსტოკში მსახურობდნენ. ახლა დავალება მისცეს საქართველოში რომ იყვნენ და ვითომ გრაჟდანსკი ტანსაცმელში. ერთ კამანდას მისცემენ და ყველა ესენი მეხუთე კალონაა, ესენი ჩვენი მტრები არიან. აბა შეეკითხეთ ბათუმლებს, რას ფიქრობენ თავიანთ კურორტზე? იცით რას ფიქრობენ? ის ვინც საშუალება არ აქვს და ბათუმიდან სხვაგან სამოგზაუროდ ვერ გადის, ამბობს ჯოჯოხეთი არის ჩემი ქვეყანაო. რატომ? თუ ადამიანმა არ მოგზაურა, მაგისთვის კურორტიც ჯოჯოხეთია, 64-ს ჯოჯოხეთია. ხო და მოვიდნენ ეს რუსები და როგორ ფიქრობთ, მაგათ ერთი თვის შემდეგ არ მოწყინდათ ეს ბათუმი? მოწყინდათ. ორი თვის შემდეგ უცხო კაცმა რა უნდა ქნას უცხო ქვეყანაში, даже ბათუმში, даже ჰავაის კუნძულებზე მოგწყინდება. რატო? და ჯოჯოხეთად იქცევა ეს სანატრელი 64. რუსები ზიან და ელოდებიან კამანდას, როცა მაგათ ეთქვიან ფასო. რუსებმა 2008 წლის ომის წინ ძალიან დიდი წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს. ახლა გაიხსენეთ გავრილოვის ღამე. როგორ მოხდა რომ ერთ წუთში ამოდენა ხალხი შეიყარა და ასეთი პროტესტი რო გააკეთეს. როგორ გონიათ? თქვენ ახლა თუ მოგინდებათ ხალხის შეკრება, შეძლებთ საათნახევარში ამდენი ხალხი რო აყაროთ? რუსებმა შეძლეს. ეს მაშინ რუსების სპეცოპერაცია იყო. ეს ქართველები, რომლებიც აიყარნენ და რუსეთზე პროტესტს რო ამბობდნენ, ეს ყველა გამოიყენეს ბრმად. ქართველები იმასაც ვერ ვიხდნენ, რომ ვის წისქვილზე ასხამდნენ წყალს, მაგის შემდეგ პუტინმა აკრძალა ფრენა, და სანამ თვითონ არ დასჭირდა, ეს ფრენა არ დაუშვა. ქართველები გამოიყენეს ბრმად და როგორ შეძლეს ეს რუსებმა? იცით რა არის? უკრაინის ომმა ანახა, რომ რუსებმა ინტერნეტში მუშაობა ძალიან კარგად იციან. ამისთვის ისინი ქმნიან ტროლებს. და საიდან უნდა მოიყვანონ საქართველოში ასეთი ტროლები? საიდან? ემიგრანტებისგან. მე როცა კიევში ცხოვრობდი 2007 წელს საქართველოში ომის დაწყებამდე 1 წლით ადრე ჩემს სამსახურში კლიენტების სახით მომადგნენ მოსკოველი რუსები. მითხრეს მეო, ჩვენო მოსკოვიდან ვართო, სევასტოპოლში ერთად მსახურობდითო და თქვენი პროდუქცია გვაინტერესებს, აგერ ჩვენი ამხანაგის დასაფინანსებლადო. მოკლედ პირველი შეუსაბამლობა რა იყო, რომ ერთი და ასეთი კლიენტი იმ ქალაქში რაც მაგათ დამისახელეს არ გამოჩენილა. მეორე დამპატიჟეს და ძალიან გასაკვირი იყო, როცა კლიენტი თანაც მოსკოვიდან ჩამოსული რუსი მე მპატიჟობს ჩემს ტერიტორიაზე, ჩემი მეგობრის რესტორანში. ხო და იცით რა, მაგათ დაიწყეს ჩემი მოსინჯვა, თუ რას ვფიქრობდი რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობაზე და შეუკვეთეს ქართული ღვინო. და იცით რა ხდება? ქართული ღვინო მოიტანეს და რუსმა ამ ღვინოს ეტიკეტი არ წაიკითხა. მე გამეცინა, რატომ? იმიტომ რომ მივხვდი, რომ ეს რუსები უბრალო რუსები არ იყვნენ. ესენი სამხედროები იყვნენ. როგორი სამხედროები? იცით როგორი? რომელიც გალის რაიონში მსახურობდა. რატომ? როცა ჩემს მეზობლებს, მეგობრებს დაიჭერდნენ გალში ვითომ და უკანონო საზღვრის გადალახვაზე, მაშინ მოსთხოვდნენ, აბა ქართული საბუთები მომეცითო და იმ რუსმა სამხედროებმა იციან ქართული კითხვა, იმ ქართულ პირადობას ისინი კითხულობენ, ხო და რუსმა ეტიკეტი წაიკითხა. ვინ იყვნენ ესენი? სამხედროები იყვნენ. აბა რომელმა რუსმა იცის, რომელიც ტურისტი არის, ქართული წერა-კითხვა. და რა შვებოდნენ ეს რუსები? მოვიდნენ რუსეთში, უკრაინაში ყველა ემიგრანტები, რომელსაც განათლება გააჩნია, ყველა მოსინჯეს. რატომ? იმიტომ რომ ინტერნეტში სამუშაოდ მათ თავიანთი გავლენის ხალხი სჭირდებოდათ. ძალიან ბევრია გარუსებული მეგრელი უკრაინაში და რუსეთში. ვინ გადაიბირეს ერთმა ღმერთმა უწყის.
ხო და ასე მუშაობენ რუსები ქართულენოვან, მეგრულენოვან ინტერნეტში. ახლა ინტერნეტში გაჩნდა ასეთი ფსევდომეგრული გვერდები, საფანა, კვარწახი, ცუნელი, ხო და მეგრულ ენაზე ურახუნებენ. სინამდვილეში ეს ზაფანა საიდან მოაქვს ამ ზაფანას რუსული კგბ-ს და ჩეკას დოკუმენტაცია. ისეთ იმა დოკუმენტებს დადებს თავის გვერდზე, რომელიც მხოლოდ უშიშროების არქივში არის. თქვენ გაქვთ საშუალება, რომ რუსეთის FSB-ს არქივიდან დოკუმენტი აიღოთ. მე არ მაქვს. ვის აქვს? მათ თანამშრომელს აქვს. ხო და ეს უშიშროება არის რუსეთის დაზვერვა, რომელიც ამ ზაფანას ამარაგებს. არ გჯერათ? ნუ დაიჯერებთ. ახლა აფხაზებმა დაიწყეს ასეთი ლაპარაკი. რა არის? ჩვენაო მეგრელებსო საკუთარ ენაზე არ ვუშლითო განათლების მიღებას. მოიცამაიცა? აფხაზები არ უშლიან მეგრელებს საკუთარ ენაზე განათლებას. გასაკვირი რაღაცაა. თურმე ხედავ შენ აფხაზები ზრუნავენ მეგრელებზე. ეს ის აფხაზები, რომლებმაც მეგრელებს ჯერ გენოციდი მოუწყვეს და ახლა ისე ყავთ ხალხი დაჩაგრული გალის რაიონში, რომ მთლად აპარტეიდია და ესენი ამბობენ ჩვენო არ ვუშლითო მეგრულ ენაზე. იცით რატომ ამბობენ? ეს აფხაზებმა უკვე შენიშნეს, რომ მეგრული ენის საკითხი საქართველოსთვის არის აქილევსის ქუსლი. ეს რუსებმა უკვე იციან, რომ მეგრული ენის საკითხი საქართველოში არასწორად მიმდინარეობს. ახლა მიდის მეგრელების გაქართველება, ასიმილაცია. ეს არასწორი პოლიტიკა არის. ეს არის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის განმეორება. ეს საქართველოს დაღუპოს. რატომ? ხომ უკვე საქართველოს გააქრო ხევსურები უკვე არ არიან. აბა ვის ყავს მეგობარი ხევსური? მე არ მყავს. არც გამიგია. 50 წლის წინ იყვნენ და გაქრნენ. თუშები უკვე არ არიან. რამდენი დარჩა? 3 წელი არ ვიცი. ლაზები უკვე გაათურქეს და ლაზები ჩვენი არ არიან. აფხაზები ესენი გარუსნენ და ახლა ჩვენ ქართულმა სახელმწიფომ ჩაგვიტარა ზუსტად ასეთივე პოლიტიკა, როგორცაც ატარებს რუსეთი, ხო და თურქეთი ჩვენს მიმართ. თურქებმა ლაზები გაათურქეს, რუსებმა აფხაზები გაარუსეს, ხო და თუ კი მოვა რუსეთი ჩვენს გაგვარუსებს, მაგრამ საქართველომ რომ გაგვაქართველა, ჩვენი იდენტობა რო წაგვართვა, ჩვენ მეგრელები ვართ. ჩვენ არ ვართ ქართველები. ჩვენ საკუთარი ენა გვაქვს და აგერ კონსტიტუცია. კონსტიტუციაში წერია, საქართველოს კონსტიტუციაში, რომ ყველას აქვს უფლება განავითაროს თავისი ენა, თავისი კულტურა, თავისი იდენტობა შეინარჩუნოს და საქართველოს დღევანდელმა სახელმწიფომ კონსტიტუცია დაარღვია. ეს ძალიან დიდი რისკია თვითონ საქართველოს ერთიანობისთვის. რატომ? თუ კი რუსეთმა საქართველო ისევ დაიპყრო, აუცილებლად დაშლის საქართველოს. როგორც დღეს არის საქართველო, ასეც არ დატოვებს. ადრე რუსებმა გააერთიანეს საქართველო, თორემ აღმოსავლეთ საქართველო ცალკე იყო, დასავლეთი ცალკე იყო. ჩვენ საერთო ისტორიაც არ გვაქვს. როგორ არ გვაქვს? აბა სად არიან ეს მეგრელები? ასპინძის ბრძოლაში, მარაბდის ბრძოლაში, ამ ბრძოლაში, იმ ბრძოლაში. რატომ არის რომ ქართულ ისტორიაში ჩვენ საერთო გმირები არ გვყავს? რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ცალკე ვიყავით და რუსები რომ მოვიდნენ, მაგათ თავიანთი удобствისთვის გაერთიანეს საქართველო. ეს მაგათი ღვაწლი არის რომ საქართველო დღეს ასეთი არის, თორემ საქართველო ერთიანი არასდროს არ ყოფილა. თამარ მეფე, სამეგრელოს მეფე არასდროს არ ყოფილა. თუ კი იყო, აბა დამისახელეთ, რამდენი გადასახადი აკრიფა თამარ მეფემ სამეგრელოდან. სამეგრელო საერთოდ იყო ჭაობი. აქ ვერც მტერი ვერ შემოდიოდა და ვერც მოყვარე. ხო და ჩვენ ვართ ცალკე ხალხი, ეს არის აქსიომა და ჩვენ არ ვართ ქართველები, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო სახელმწიფო ქართველებთან და ეს გვაწყობს. რატომ გვაწყობს? გვაწყობს იმიტომ, რომ არ გავთურქდეთ, რომ არ გავრუსდეთ, მაგრამ თუ კი საქართველო ჩვენ გაგვაქართველებს, მაშინ
თვითონ ქართული სახელმწიფო დგება ამ მტრების პოზიციაში და ეს რუსებმა იციან და ეს რუსებმა უკვე დაამუღამეს. ეს საფრთხე არის. მეგრელების ასიმილაცია საქართველოს სახელმწიფოსთვის დიდი რისკია. ამიტომ გადაუდებელი ზომები, რომელიც უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ, რომ არ დათესოს სეპარატიზმი, აუცილებლად უნდა შემოიღოს მეგრული ენის პოპულარიზაცია. მეგრული ახლა არის გაუფასურებული ენა. ჩვენ დაგვრცინიან. ვინ ვანოს შოუ, ჟიმნი მებონია, ჩათლახ შოუ, მოკლედ მეგრელებს ისე დაგვრცინიან, რომ მეგრელმა ბავშვებმა ქართულად დაიწყეს ლაპარაკი. არადა, სანამ არსებობს მეგრული ენა, იარსებებს ქართული ენა. როგორც კი დაიკარგება მეგრული ენა, მაშინ ოჩერეთში ჩადგება თვითონ ქართული. ჩვენ ქართულსაც დავკარგავთ. ერთხელ ქართული ენა უკვე იკარგებოდა. როდის 19 საუკუნეში ქართველებმა დაიწყეს გარუსება. ძალიან პრესტიჟული იყო ციციანოვი, ბარათოვი, ძე, შვილი თავიანთ გვარებს მოაშორეს და გარუსება დაიწყეს. და ილია ჭავჭავაძემ ეს ხალხი მოაბრუნა ქართველობისკენ. ამიტომ დაწერა აკაკი წერეთელმა ლექსი ღამურა. რატომ? მაშინ ქართველობამ გარუსება დაიწყო და აკაკი წერეთელმა თქვა: ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგობა. და ჩიტობა მოუნდა და ამიტომ ფრთები შეესხა, მაგრამ გახდა ღამურა. ახლა ქართველები უკვე ღამურები არ არიან. ახლა ღამურები მეგრელები არიან. ის ქართულენოვანი პოლიტიკოსები, რომლებიც ქართულად ლაპარაკობენ და მეგრული არიციან, ესენი ყველა ღამურები არიან. ბარამია, გვარამია, ყველა ია, ვინც მეგრული არიცის, ყველა ესენი ღამურები არიან. მაგრამ ახლა ასიმილაცია თვითონ ზუგდიდში მოვიდა. აბაშა ჩვენ უკვე დავკარგეთ, აბაშა უკვე ასიმილირებულია, გაქართველებულია, იქ ყველა ღამურები ცხოვრობენ. ფოთი, ნახევარი ღამურები ცხოვრობენ. ახლა ღამურები გაჩნდნენ თვითონ ზუგდიდში. და მე რომ აგიხსენით, რომ ეს საქართველოს ერთიანობის რისკია, ეს ასეა. 1964 წელს ამერიკაში ნეგრებმა მოიპოვეს თანასწორუფლებიანობა. და ახლა ნექს ამერიკაში ნეგრი ხარო რომ უთხრა, გაგაციმბირებენ. ციხეში ჩაგვსვამენ, დაგაჯარიმებენ. და ჩვენ ახლა სამეგრელოში ნეგრები ვითვართ. ამერიკელებმა სპეციალური ტერმინი მოიგონეს აფროამერიკანეციო, აფროამერიკელიო. ჩვენ ახლა ვართ აფრომეგრელები, აფროქართველები. მოკლედ მეგრული ენა არის სამარცხვინო, მეგრული იდენტობა ახლა საქართველოში არის სამარცხვინო. რატომ? ასეთი არის სახელმწიფოს პოლიტიკა და ეს აუცილებლად გადაუდებლად გამოსასწორებულია. რა არის საჭირო? ახლა მე რასაც ვამბობ, ამის წაყრუება იქნება სახელმწიფოს ღალატი. ქართული სახელმწიფოს ღალატი და სეპარატიზმის ჩათესვა. ამის ერთი ყურიდან შეშვება და მეორე ყურიდან გაშვება იქნება დანაშაულებრივი გულგრილობა. თუ საქართველოს საჩქაროდ არ მიიღო ზომები მეგრული ენის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს დაიღუპება, დაიშლება და მერე ამას არაფერი არ უშველის. მას შემდეგ რაც აფხაზეთი დაიკარგა, საქართველოს სახელმწიფომ მიიღო ზომები და სულ ფეხებზე კიდიათ აფხაზებს, რომ საქართველოს გამოაცხადა აფხაზური ენა სახელმწიფო ენად. თუ კი რუსეთი შემოვა, პირველად გამოყოფს სამეგრელოს და აჭარას. და მერე რამდენიც გინდა იყვიროს საქართველოს ჩვენ ერთი ხალხი ვართო, უკვე მატარებელს ვერ დაეწევი. ახლა არის ეს გასაკეთებელი მეგრული ენის პოპულარიზაცია, მეგრული ენის დანერგვა ბაღში, სკოლაში და ეს სახელმწიფო უშიშროების საკითხი არის. სახელმწიფომ ახლა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მეგრულ ენას გაუკეთოს პოპულარიზაცია. სხვანაირად საქართველოს მესამე რესპუბლიკა დაიღუპება. ზუსტად ისე დაიღუპება, როგორც დაიღუპა საქართველოს პირველი რესპუბლიკა, საქართველოს მეორე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ახლა მესამე რესპუბლიკა გვაქვს და ეს რესპუბლიკა ასეთი მოქმედებით, ასეთი უნიათობით სავარაუდოდ დაგვეღუპება. მეგობრებო, დავიღალე, გთხოვთ ეს ვიდეო გააზიაროთ, გთხოვთ
და ლაიქოთ და დაწეროთ თქვენი კომენტარები. მადლობთ.